ტრამპის განცხადებას მინდა გამოვეხმაურო, ზელენსკის ეუბნება, რომ დიქტატორი ხარო, არა ლეგიტიმური ხარო, 4% გაქვს მხარდაჭერა შენ ქვეყანაშიო და კორუფციაში ხარ გახვეულიო და ომიო, იმიტომ გინდა ომის გაგრძელებაო, რომ მილიარდები გირიცხოთო ჩვენო ამერიკიდანო და ეგრე ამბავი არ გამოვაო. ტრამპმა აი ამ განცხადებით პირში ჩააფურთხა ელისაშვილებს, გვარამიებს, აკია ბარბაქაძეებს და ვიღაცა სირიკოებს. აი ეს ადამიანები, ვინც მე ჩამოთვალეს, ზელენსკის აღმერთებდნენ, პოლიტიკას უწონებდნენ, მხარს უჭერდნენ ზელენსკის პოლიტიკას და ამტკიცებდნენ, რომ უკრაინა გამარჯვებული გამოვაო და რაღაცა ბოდოებში იყვნენ შესულები. შესაბამისად, ყველა აი მაგ ადამიანს ტრამპმა თავისი განცხადებით პირში ჩააფურთხა აი ამ ჩვენ ფარჩაკებს და რაც შეეცხება ზელენსკის დაუსრულა ყველაფერი საერთოდ. ზელენსკი თავის ტკივილია უკვე ზედმეტი შტატებისთვისაც და ევროპელებიც უკვე ხვდებიან, რომ ზელენსკის ნოტაზე პოლიტიკის გაგრძელება უკვე გამღუპველი იქნება ევროპისთვისაც და სწორედ მაგის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ ორჯერ შეკრიბა ევროპელი ლიდერები მაკრონმა საფრანგეთში და აი ამ ორ შეკრებაზე არ აღმოჩნდა არც ერთხელ ზელენსკის ადგილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ზელენსკი ზუსტად იგივენაირად და ზუსტად ისეთი ლეგიტიმურია, როგორი ლეგიტიმურიც არის სალომე ზურაბიშვილი და რა ვიცი, აი ერთმანეთთან შეუძლიათ ეხლა ზელენსკიმ და ზურაბიშვილმა აწარმოონ მოლაპარაკებები და მაგით დატკბნენ და რა ვიცი მე ითამაშონ. სხვა დანარჩენი ზელენსკის როლი და ფუნქცია აღარაფერი აღარ გააჩნია, მორჩა, დამთავრებულია და არ ვაჭარბებ. ეხლა ზელენსკის ერთადერთი მოლაპარაკებების წარმოება და რაღაცა თემების განხილვა და პოლიტიკის გაკეთება შეუძლია თავისნაირ ლეგიტიმურ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. დანარჩენი სერიოზულ შეხვედრებზე და შეკრებებზე და სერიოზულ პოლიტიკაში ზელენსკის ადგილი აღარ არის და აღარ ზელენსკის ხელისუფლების და შესაბამისად იმ მთავარ დოკუმენტზე, რომელი დოკუმენტიც გაფორმდება უკრაინა რუსეთის ომთან დაკავშირებით, ვერ ვიხილავთ ვერ ზელენსკის ხელმოწერას და ვერ ზელენსკის წარმომადგენლების ხელმოწერას. აი ამას ნიშნავდა ტრამპის განცხადება ჩემთვის და კიდევ უფრო ბევრად საინტერესოდ განვითარდება პროცესები, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. აი ესე მგონია მე, რომ ძალიან სწრაფად განვითარდება ძალიან საინტერესო პროცესები და დიდ აზარტში ვარ მე პირადად შესული.